ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი გავაკეთოთ და მაქსიმალურად დავამტკიცოთ ჩვენ რა შეგვიძლია. ის კი არა სხვა რას გაგვიფუჭებს ან გავკეთებს. ჩვენ რა შეგვიძლია თვითონ. ჩვენ ვიგებთ მშვიდობას და ჩვენ საბოლოო ჯამში მოვიგებთ მშვიდობით. ვერ მოიგებ ძალადობით, რა თქმა უნდა, შეიძლება სამხედრო დამარცხება მიაყენო მაგას, მაგრამ საბოლოო ჯამში ავღანეთმაც მიაყენა, მაგრამ ავღანეთი განადგურდა როგორც ერი და საზოგადოება, ხო? ეს არ არის ჩვენი გზა, ეს არა ჩვენ ძალიან მაგრები ვართ აღმშენებლობაში. აი ცოტა თავისუფლება საქართველოს და ცოტა დრო და ყოველთვის საოცრებებს ქრის ჩვენი ხალხი. და ხა სამხედრო თვალსაზრისით ეპაექრო ქვეყანას, რომელსაც თავისი ადამიანების სიცოცხლე არაფრად არ უღირს. ეს უბრალოდ არარაციონალური. რა თქმა უნდა, საქართველოს ქართველიერი თუ საქმე მის ფიზიკურ გადარჩენამდე მივა, რა თქმა უნდა, ბოლომდე იბრძოლებს. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი განვითარება. იმიტომ რომ მარტო ჩვენი საკითხი კი არ წყდება, თუმცა მე რა თქმა უნდა, ჩვენი საკითხი მაინტერესებს და ნამდვილად არა ვარ პრეტენზია არ მაქვს, რომ გლობალურად მოაზროვნე უნდა ვიყო. ჩვენმა ხალხმა თქვენ აგვირჩიეთ, იმიტომ კი არა რომ სოფლიო პრობლემებს წვეთ. აქაური თქვენი სოფლის, თქვენი რაიონის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი სხვა სოფლების პრობლემები უნდა წვეთოთ. მაგრამ იყო ორი მოდელი, ერთი ელცინის დროის ქაოსი და არეულობა, მეორე თქვენს რომ ერთადერთი ამის ალტერნატივა არის დღევანდელი პუტინის სტაბილურობა. ავტორიტარული, მაგრამ სტაბილურობა. საქართველოს შექმნა მესამე რამ. აცხდება სულ უფრო გასაგები და მიზიდველი ყველასთვის. თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა, როდესაც ადამიანს შეიძლება სუნთქვა, სანამ ამ ტრასაზე, რომელზეც მახსოვს რამდენად და თქვენს გახსოვთ, რამდენ 100 მეტრში ერთხელ აჩერებდა ხალხს, ხალხს შეუძლია გადაადგილება, არ არის კორუფცია, სახელმწიფო მუშაობს ხალხზე და სუნთქვა შეუძლია ადამიანს და განვითარება. და თან არის სტაბილურობა და სიმშვიდე. აი ეს არის მათთვის ძალიან საშიში. დღევანდელი იმ ხალხისთვის, ვინც გვიქმნის პრობლემებს. თუ ეს შესაძლებელია ჩვენთვის ყველაზე უფრო დაანგრეულ ადრე და გაუბედურებულ ქვეყნისთვის და თან ოკუპაციის პირობებშიც კი შესაძლებელია და განვითარდეს უფრო ჩქარა, იმათთვის თვითონ რატო არ არის შესაძლებელი მათი მოქალაქეების ხოსმოვლა მკითხოს. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ უკრაინაში ძალიან ბევრი იყო ამ ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს საუბარი ქართულ რეფორმებზე. შემდეგ გასაკვირად და სასიამოვნოდ. ჩვენ მეზობლები ბევრს ლაპარაკობენ, ბალტიის ქვეყნებში ბევრს ლაპარაკობენ, მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლონეთი ასე დაინტერესებოდა ჩვენი რეფორმებით. ჩვენ ყოველთვის პირიქით იმათ ბაძავდით და იმით ვინტერესებოდით იმ ქვეყნებით. გუშინ წინ ვამაყობდი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ფეხბურთის დიდი მოყვარულია და თვითონ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ მივედი ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისური, იქნება ამან მაინც ამოქაჩოს ჩვენი ნაკრები. ღია დილაპარაკა, რომ ჩვენ აღტაცებული ვართ თქვენით და მართლა შეიძლება ბევრი რამის სწავლა თქვენგან. ეს არის ევროპის ყველაზე წარმატებული ეკონომიკურად ქვეყანა. და სხვა შორის ნიშანდობლივი იყო. ყვავილები მიიტანა ცეკთან ჩვენი დაცემული მებრძოლების. და მახსოვს ლავროვის პირველი ვიზიტი, რომ ეძახი, აი ვითომ კარგი ურთიერთობები გვინდოდა და ყველაფერს ვაკეთებთ. ხო აი ხელი გაუწოდეთ, ბევრი რაღაცა დაუთმეთ. პირველი ჩამოვიდა ლავროვი, პირველი ესეც საზეიმო ვიზიტი იყო. როცა შესთავაზეს ძეგლზე წასვლა, ის კი არა უბრალოდ ჩუმად ეთქვა არის. უარი, ამაზეც ახლა ჩვენ მაგას არც გამოაცხადებდით და არც გვესიამოვნებოდა ამას, რომ ჩვენ ხალხს გაიგო, ხო? საჯარო განცხადება გააკეთა, რომ შეუმთავაზე ძეგლის მიტანა და ამ ავანტურისტების ძეგლზე, რომელთაც მოაწყეს უბედურება აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, მე ნამდვილად არ წავალ. დაამცირა და შეაფურთხა საჯაროდ ჩვენი მებრძოლების ხონას. ამას ცივილიზებული სახელმწიფოს დასაკუთრებით ისეთ რომელთაც უნდა მეზობლებთან კარგი ურთიერთობა წარმოადგენენ, ესე ნამდვილად არ აკეთებ, მე არ გამიგე. უკვე მაშინ გამოჩნდა უკვე რომ მაინდამაინც პერსპექტივა სამწუხაროდ ამ ურთიერთობების სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მეუბნებ, ამ სიტუაციაში და ამ გარემოში არ ეწერა. სანამ ისინი არ გვიღებენ, ჩვენ როგორც მინიმუმ როგორც თანასწორს არა რა თქმა უნდა, ჩვენ პატარა ვართ, მაგრამ ფორმალურად თანასწორ, მაგრამ თავისუფალ ქვეყანას. ამიტომ რა თქმა უნდა საქართველოში წყდება ბევრი რამ. და მე მიმაჩნია რომ მიუხედავად ისა რა სცენარები აქვს დაწერილი მათ და გუშინდელი სცენარი სამწუხაროდ ძალიან რეალისტური იყო და ამ ხრივ მე მიმაჩნია რომ გარკვეულწილად მიუხედავად ნერვიულობისა
შეიძლება ხელი შემშლელიც იყოს მათთვის. მაგრამ სიტუაცია ძალიან შეცვლილია ის რომ დიდ კაცთან პატარა კაცსა როგორ გასული, როდის გასულია მართალი ეს შეიცვალა. ჩვენ გამოდის ახალი წიგნები, გამოდის მოხსენება, ეხა გაეროს ახალი მოხსენება იყო, ეუთოს მოხსენება იყო მანამდე. სადაც ყველაფერი შავი თეთრზე წერია. როგორ იყო და თანდათან სიმართლე პოვობს გზას. თანდათან სულ უფრო მეტად ეს ბურუსი რომელიც მაშინ მოგვაყარეს იფანტება. ჩვენ ყავს ევროდამკვირვებლები აქ რომელიც ასევე ხელს უწყობენ ამ ყველაფერს რომ იყოს გამჭირვალეობა. და თუ ადრე მიხდებოდა კარდაკარ სიარული სხვა ჩვენს ახალ ამერიკულ წიგნში კარგად არის აღწერილი არავის არ ჯეროდა როგორ შესაძლებელია რომ რატო დაესხმევას როდესმე რუსეთი თავს საქართველოს ახლა გვისმენენ ყურადღებით და ყველა ყურადღებით აკვირდება არავინ აღარ მეუბნება რომ ეს არასერიოზულია ყველა ეძახის რომ ჩვენ ვიღებთ ამას უკიდურესად სერიოზულად თქვენ ნახეთ რომ რამდენი გემი ჩამოდის ჩვენ პორტებში სამხედრო რა თქმა უნდა ჩვენ წინამდე ყოველდღიურად მუშაობენ და რა თქმა უნდა გვჭირდება სიფრთხილე მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთში იმდენი პრობლემა უკვე რომ ეს აღარ არის 2008 წელს როცა მოიჩვენათ რომ ყველაფერი უკვე კარგად არის ფულში იხჩობიან ეკონომიკა აყვავდა და ახლა შეუძლია დაკავდეს მეზობლების შეჭმით ნუ რას უკაცრავად აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი არის ძალიან მოჩვენებითი ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ჩვენს მომავალში მაგრამ სწორედ ამიტომ სანამ სამშვიდობოზე ბოლომდე გავალთ გვჭირდება დიდი სიფრთხილე მობილიზაცია სერიოზული ძალისხმევა და ძალიან დიდი გაფრთხილება ერთმანეთის და ჩვენ თავისუფლების მე დარწმუნებული ვარ ჩვენ საზოგადოების სიბრძნეშიც გამბედაობაშიც გონიერებაშიც მოქნილობაშიც ნიჭიერებაში და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ამას იმ პირობებში როცა რეალურად თვალებში შევხედავთ საფრთხეებს და ეხა არ მივატრიალებთ რომ არა ეს ასე არ არის რა თქმა უნდა საფრთხეები არის მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა ვიყოთ დარწმუნებული რომ ყველაფერი იქნება კარგად და ტენდენციები აშკარად ყველაფერი ამისკენ მიდის აი ეს არის რაც ეხება ამ დიდ თემას მაგრამ გარწმუნებთ რომ ჩემთვის არანაკლებ დიდი თემაა სოფლის პროგრამა იმიტომ აქ წდება თქვენ სოფელში სახელმწიფო არსებობს თუ არა საქართველოში თქვენ სოფელში და რამდენიმე 1000 ქართულ სხვა სოფელში და დასახლებულ პუნქტში ამიტომ მე აქ მოვედი იმისათვის რომ თქვენ მოგისმინოთ რა გაინტერესებთ რა არის თქვენთვის ყველაზე მტკივნეული რა არის თქვენთვის შესაძლებელი ამ პროგრამაში ყველამ სხვადასხვა რაღაც გააკეთა ზოგმა იყიდა მაგალითად ჭურჭელი ქელეხებისთვის და თავიდან მთავრობა უშლიდა რომ რა დროს ჭურჭელია როგორ შეიძლება მე ვუთხე დაანებეთ თავი თვითონ გადაწყვიტო ზოგ სოფელს ჭურჭელი უფრო ჭირდება იმიტომ რომ ერთმანეთს ხოცავდა ხალხი ამ ჭურჭელის გულისთვის ზოგმა შემოღობა სტადიონი ან სასაფლაო ან ზოგმა გააკეთა სოფლის ბირჟა გაანათა ყველა სოფელს აქვს თავის პრიორიტეტი ზოგმა იქ პატარა რაღაც წყაროს რაღაც მილე მიიყვანა და შემდეგ ზოგმა კლუბი გაანემონტა როგორც თქვენ წელს მაგალითად ამ სოფელს რამდენია გამოყოფილი 50000 ლარია წელს გამოყოფილი ნუ ხა ეს ბევრი ნამდვილად არ არის რამდენია ხალხი ესე იგი თითო ადამიანზე არის 50 ლარი გამოყოფილი დიდზე და პატარაზე ეს რა თქმა უნდა ბევრი არ არის მაგრამ ეს არის 50 ლარი ადამიანის მიერ ჩადებული თავის სოფლის განვითარებაში ამიტომ განსხვავების დანახვა აქ იქნება შესაძლებელი და მე მინდა გითხოთ თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ უნდა გამომჯობესოთ ეს პროგრამა რა არის კიდე გასაკეთებელი იმისათვის რომ აქ ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ხალხი თავს გრძნობდეს რომ გრძნობდეს რომ მათ უსმენენ მათაც ითვალისწინებენ და მათ ყველა გაჭირებას გულთან ახლოს მიიტანენ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ჩემი ჩათვლით გთხოვთ კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა უთხრა ყველას თქვენთან დაწყებული უშუალოდ საქმის ამსრულებლად